აი წარმოუდგენელია ეს ყოველივე რა, რომ თან თქვენ კაი ადამიანებო, შენს დაბადების დღეზე, შენს წვეულებაზე რო გააკეთო კიდე ხო, მაგრამ შენ თუ რაღაც პოლიტიკური განსხვავებული მოსაზრება გაქვს, კი ბატონო, არ არის პრობლემა, თქვი გამოხატე, მაგრამ იმას რატო ცდილობ, რომ იმისი დღეობა მოირგო და იმისი, რა ქვია, რაღაც კონკრეტული ხიარულება გააშავ, ანუ რატო ცდილობ? ანუ ყვავი ხო არა ხარ, ხო? ჩხიქთან ჩორტკიში რომ ყვავს ფუნქცია აქვს, რატო იღებ ამ ფუნქციას თავზე და ამ როლს რატო ირგებ? ამიტომ საზოგადოება ამ ყოველივე ძალიან კარგად ხედავს რა, რომ ეგეთები, ესეთი საზოგადოების წარმომადგენლები ხომ, ანუ ვერ ექნებათ გასახანი ვერც თავის პროფესიაში და ვერც შესაბამისად საზოგადოებაში და არ იქნებიან დაფასებულები. სათანადო დონეზე რაც არ უნდა კარგი მომღერალი იყოს თუ რაღაცა თავისი პროფესიონალი იყოს თავის საქმეში. აი ხა მაგალითად უტას სიტყვაზე რო საუბრობ ჩვენ. აი როგორ შეიძლება ჩვენ საუბრობდეთ ადამიანზე, რომელიც აბსოლუტურად აი გაუგებარი იყო ჩემთვის რატო იყო იმედში. იმიტომ რომ სული და ხორცით ეს ადამიანი იყო ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერი და იდეოლოგიის ეს მომხრე. ხალხსო გარეთ ხოცავდნენ, ეს ადამიანი იდგა და ვითომ და ჯეოსელის რეკლამას აკეთებდა და აი ეს დადიოდა და 5 საჩვენებდა ხოლმე წინა საარჩევნო 2012 წელს. და ცნობილი ის არის, აქვე რომ სულ ესე 5 აძახებინა თელს რიგ სარეკლამო კლიპებში ხალხს. და ანუ პოლიტიკურად მხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას. და ესეთი ადამიანების გამოსწორება რო არ იქნება, რაც არ უნდა თქვენ ეცადოთ და იქ რაღაცა ხალიჩა წითელი ხალიჩა გაუშალოთ მათ. არ იცით თუ არ იქნება? არ ჯობდათ რაც ამ დუტას ხილკაძესნაირ ადამიანებში თანხა რესურსი ჩაასხით. ახალგაზრდები მიგეყვანათ და ახალგაზრდებისთვის გაგეღოთ ეს კარი? არა, მაინც დუტა უნდა ყოფილიყო სიტყვაზე. მაგას ვიძახი რომ აი რატო შოუმენი არ არის. შენ გაუგებარია ვინ გეგმავს აი ესეთ შოუ ბიზნესო, აი ესეთ პორტირებულ ტიპებს წარმოაჩენს მაგარ ტიპად. არა, ვითომ არ აყავს არავინ. არა, ხო და მაგას ვიძახი, აი რითი შეიძლება იყოს მაგარი ტიპი დუტა სისხლაზე, რითი? ყური როა გახრეტილი მაგი? ხო, კი. აი სხვა რა, აი სხვა და სხვა მაშინ მარტო ყური კონდეს დეტა გახრეთ და სხვა რამე არ კონდეს გახრეთ. არა, სხვა ისე მაგას კიდე არაფერი არ. ღირებულება რამე, ანუ როლი აქვს შესრულებული თუ რატო? არაფერი, იყო ერთი გვახსოვს რომ იყო ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერი, ესე ვთქვათ, ტელეწამყვანი და შემდეგ ეს წამოვიდა სახელმწიფო ერთ-ერთ ტელევიზიაში და იქ აკეთებდა ისეთ რაღაც კონკრეტულ მოქმედებებს, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს დღეს თუ ხვალ ისევ იმ ბანდაკს დაუბრუნდებოდა და დაუბრუნდა კიდევაც, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები არ სწორდებიან. და ეს არის ფაქტი. ეხა მე არ მინდა კიდე ეხა ძალიან ისეთ თემას შევეხო სენსიტიურს, მაგრამ რახან სალაპარაკოა, მოდი ვილაპარაკოთ მაშინ ეს დრო საზოგადოებისთვისაც იყოს ცნობილი რა, რომ აი ხა მაგალითად მე პიროვნულად თემებს ყოველთვის ვერიდები ხოლმე, მაგრამ ფაქტია რომ უნდა ითქვას რომ ეხა არაბიძე რომელიც აქეთ გადმობარგდა ეხლა ხო? ანუ ეს ხო, ანუ ესაც არა, ესეც საზოგადოება არ არის ანდო. მთელი ცხოვრება, აი წარმოიდგინე, რაც ნაციონალურ მოძრაობა მოვიდა. ეხლა აჭვენენ რუსთავიორზე. ხო, იქ ხარ და უცბად ერთ დღეში ფერი იცვალე სხვა. არა, იმიტომ ფულს ვერ აძლევდეთ, იმიტომ თორე სხვა რამის გამო კი არ წამოსულა. ხელფას ვეღარ უხდი. ხო და ის გინდა არ გინდა ჩინაგანად ბატონ ნიკოლოზ გინდა არ გინდა იმისი იდეოლოგიის მომხრე, ეს არის ფაქტი. დღეს თუ ხვალ ჩემს ტყვები დაიმახსოვრეთ არაბიძე და ის კიდე ვინც გადმოყვნენ, ხო, ისე გამოვლენ და რაღაც ისრულეს იტყვიან რომ რაღაცა ევროპა მინდა და შეიძლება იქ რაღაცა. არა, თუ გაუჭირდა საქმეს თორე, თუ კარგად იქნება არც გადმოვლენ, ხო? აი მე ჯერა რომ ახლა დუტას არაფერი უჭირდა, მაგრამ მაინც გადავიდა. იმიტომ რომ კუდი რო გეწვის, გინდა არ გინდა მოქმედება. ესეთი საზოგადოება ჯობია რომ ანუ ახალგაზრდა უნდა დღესდღეობით აი სულ ნატრობ ხოლმე რა, თუნდაც პოლიტიკაში, თუნდაც საზოგადოებაში, რა ქვია, მასმედიაში რომ ახალგაზრდები წარმოჩინდნენ და ახალგაზრდებს მიეცეთ ამის შესაძლებლობა. ეს ძველი სახეები აღარ გვინდა, რაც 30 წელია დუტას უყურებ, რა ვიცი, მართლა 30 წელია, ხო? და აღარ გვინდა რა, იმიტომ რომ ვიცით ეს ადამიანის, ანუ თავისი სულ, ანუ ყველანაირად ვიცით მისი ეს მლიქნერული დამოკიდებულება კონკრეტული სიტუაციებთან ფულის მონა არის. ხო, ეხა მე მაგას ვერ უწოდებ, მაგრამ ამიტომ კონკრეტული ფულის მონა არის. ქმედებებიდან გამომდინარე. ჩემი ამოცანა არის რომ და თხოვნა თუ რავი როგორც გინდა ისე დაარქვით რომ
დავინახო ადამიანები, რომლებიც კარგად ხუმრობენ, 30 წელი კომედი შოუა, კაცო, ხო შეიძლება რომ რაღაცა სხვა იყოს. საზოგადოება უნდა ხედავდეს ახალ სახეებს. გასაგები. აი რომ თავზე მოგვახვიეს ეგრეთ წოდებული ჯენზის თაობა. ანუ ახალგაზრდებს უნდა ხედავდეს საზოგადოება, ახალგაზრდებს. მაგრამ არა ისეთ რაღაც მნიშვნელოვანია ბატონ ნიკოლოზ, არა ისეთ ტვინ გამორიცხილებს, რომ აგერ ყვირიან რაღაც სისულელებს მაგაზე თაქვდებით რომ გამორიცხულო. ამიტომ არა, ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლია რაღაც კონკრეტული შექმნა, კონკრეტული ქმედებები განახორციელოს და საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს.